მე გადავწყვიტე გამხდარიყავი რელიგიური, როცა მივხვდი რომ ეს ცხოვრება არის ამაო, დალოცვებისთვის შევამზადე ყველა კიდური, მეგობრის თხოვნით გავიჩინე კარგი მამაო, მამაო მითხრა ჯერ იმარხულე ოთხშაბათობით, ფილწის სიტყვებით შეამკე მხოლოდ დიეღოველი, დღეიდან მე ვარ შენი მამა და შენი ბატონი, და უნდა ვუწყოდე შენი ნაბიჯები ყოველი, და ნუ გაგვიროს შენ ჩემი ზარას ფეხსაცმელები, ეს არის მრევლის საჩუქარი, როცა ვნახე მათ თვალზე მუდარის რემლები საჩუქარზე, როგორ მეთქვავარი, ვერ ვუთხარი მე მათ საჩუქარზე ვარი. მამაო მითხრა ნუ კითხულობ ათეისტ წიგნებს, მანამ რწმენაში კარგად ჯერ უნდა მომაგრდე, ნუ გამიცდენ ლოცვებს ზიარებას წირვებს, და შენი ყველა ცოდვა მე მომანდე, და თუ გსურს შვილო რომ ცხონდე, თუ გსურს რელიგიის გზაზე რომ მიარო, ძუნწის სამოთხეში ვერ შევაიცოდე, შენი ხელფასის ხვებს უნდა გაუზიარო, და ნუ გაგვირებს შენ ჩემი ჯიპი ჩქარი, მიგი არის ეპარქიის საჩუქარი, ნუ გაუწევს ჩემ ხელზე საათის ლოჩის, და მკრეხელურ კითხვებს საერთოდ მორჩი, ნიგი არის მრევლის მორთმეული ძღვენი, და მე ვარით გულის ტკენა ვერ შევძელი, მათთვის ვარის თქმა იყო მეტად ძნელი. ახლა მისი დაბადების დღე დგება და მე ვიყიდე მისთვის კარგი საჩუქარი, ხვდები ჩემ რამ ხელად ცოდვას დაიდებდა, რომ უეცრად საჩუქარზე ეთქვა მტკიცრევარი, რომ ეთქვა ჩემ საჩუქარზე ვარი.